სალომე ბოდაველი ბატუძე ხტომაში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია. უკვე 14 წელია, რაც სპორტის სიყვარულს ბავშვებს უზიარებს. არაერთი წარმატებული სპორტსმენი გაზარდა, მათ ბატუძე ხტომასა და მხატვრულ ტანვარჯიშს ასწავლის. მათ შორის არის საქართველოს ჩემპიონი მარიამ გაბრიაძე, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზეც ყურადღებას იპყრობს. უკვე 8 წელია მარიამი სპორტსმენია, არის ძალიან ბევრი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, თითქმის სულ ჩემპიონია და კიდევ ემზადებით მომავალი ტურნირებისათვის. წელს გველოდება მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მარიამ უკვე 13-14 წლის ასაკში იასპარეზებს. სპორტსმენისა და მწვრთნელისთვის ემოციურია, როდესაც შრომა გიფასდება და დიდ წარმატებებს აღწევ. პირველობის სურვილი გიმძაფრდება. გინდა ასახელო შენი ქვეყანა და საქართველოს დროშა საზღვრებს გარეთ ყველაზე მაღლა აფრიალო. ბოლოს პორტუგალიის ქალაქ ლულეში გახდა საერთაშორისო ტურნირი იყო, სადაც მარიამამ რა თქმა უნდა ისე ოქროს медаლი მოიგო და შემდეგ დეკემბერში ჰქონდა პოლონეთში ისიც საერთაშორისო ტურნირი და იქაც გამარჯვებული გახდა მარიამი და საერთოდ პოლონეთის ფედერაცია გთხოვდა რომ ამ ბავშვს დავიტოვებთ ჩვენთან თუ შეიძლება დაგვიტოვეთ ისე მოეწონეთ მარიამ. რა თქმა უნდა მარიამს ვკითხე რომ მეთქი გამოხვა სხვა ქვეყნის დროში და არა უმითხრა ნუ ეს ხუმრობით ვკითხე, მაგრამ მაინტერესებდა მისი აზრი, მაგრამ თქვა რომ არა მე საქართველოს დროშით გამოვალ ყველგანო და წამოვიღეთ იქიდან ოქროს медаლი. 4 წლის ასაკში შემოვედი და დარბაზში რომ შემოვედი სულ დარბაზში ვიყავი და სალომე ვერ მაგდებდა დარბაზიდან ისე ძალიან მომწონდა სალომეს და სიარული არც მკაცრი იყო მხიარულად ხან თამაშობდით ხან ვარჯიშობდით და ეგრე ვიყავით. ხშირად ვინც უყურებს ძალიან ბევრი მაგალითად კლასელები მეუბნებიან ხოლმე რომ ახტევი სატოს გააკეთებო, მაგრამ ეგრე არ არის. ბევრი შრომა სჭირდება, ბევრი ვარჯიში, ხან ტრავმები გაქვს. ძალიან საშიშია რო დაეცე, შეიძლება რამე მოგივიდეს, მაგრამ მაგაზე არ უნდა იფიქრო და უნდა ივარჯიშო ბევრი და უნდა მიაღწიო შენ რაც გაქვს მიზნად დასახული იმას. ეს პროფესია მხოლოდ სპორტი არასდროს ყოფილა. ეს იყო გზა, რომლითაც ბავშვების ოცნებებს მწვრთნელი რეალობად აქცევდა. ყოველთვის სურდა, რომ ტანვარჯიში რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. იცოდა თუ რამდენი მონდომებული და ნიჭიერი მოზარდი ცხოვრობდა იქ, სადაც ტანვარჯიშისთვის არც სივრცე და არც შესაბამისი გარემო არსებობდა. თავდაპირველად სტუდია წეროვანში გახსნა. სწორედ იქიდან დაიწყო ამბავი, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ ჟინვალამდეც მიიყვანა. ესე პატარ-პატარა დაბებში და რაიონებში არსად არ არის ტანვარჯიში. ესე ყველა მიცის ტანვარჯიში რა არის და ყველგან უნდათ ბავშვებს ძალიან რომ ოცნება აქვთ რომ კონდეთ ტანვარჯიში. ტანვარჯიში ნამდვილად მარტო ესე არ არის რომ სპორტი და პროფესიონალური სპორტი იყოს, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. ბავშვებს მაგალითად ძალიან ბევრი პრობლემით ხერხემლის სკოლიოზის პრობლემით ბავშვები გვყავს, არის ბრტყელტერფიანობა, რაღაც კუნთების მოდუნება, ძალიან ბევრ რაღაცაში ეხმარებათ იმაში, რომ უფრო იყვნენ ძლიერები, შემდგომ ცხოვრებაში შეძლონ უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გამოწვევებში და იყვნენ თავდაჯერებულები. როცა ჟინვალში ტანვარჯიშის სტუდია გახსნა, ბავშვებისთვის ეს სპორტი რეალურ შესაძლებლობად იქცა. ახლა მათ აქვთ ადგილი, სადაც კვირაში ორჯერ ვარჯიშით იძენენ თავდაჯერებულობას, ფიზიკურ გამძლეობას და რწმენას, რომ მიზნის მიღწევა ყველგან შესაძლებელია. იმდენად მიყვარს უკვე აქ ჩამოსვლა და იმდენად მიყვარს ამ ბავშვებთან ვარჯიშის ჩატარება, ერთ სული მაქვს მათაც და მეც, რომ როდის მოვა ეს კვირაში 2 დღე, რომ ჩამოვიდე და მათთან გავატაროთ თუნდაც 1 საათი. ძალიან ბედნიერები არიან, ყავს პატარა ჯგუფებიც და დიდი ჯგუფებიც. ჟინვალიდან ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა რამდენიმე შეჯიბრზე, საიდანაც ჩამოიტანეს მედლები. ტანვარჯიშზე მე ყველაზე მეტად მომწონს, რომ გვასწავლიან გვერდზე ყირამალებს. ჩემი საყვარელი ვარჯიშია ეგ და მე უკვე ტანვარჯიშზე 3 წელია, რაც დავდივარ და ძალიან მომწონს. აი რომ მოვედი, გვერდზე ყირამალა მქონდა, ცოტა გართულებული ვერ ვაკეთებდი და ცოტა თან შიში მქონდა გვერდზე ყირამალის და მე ისა ცოტათი გამომდიოდა, წვალობდი და მე ახლა ცოტათი გამომდის ვიწელე ბალახებზეც ვაკეთებ და ბეტონზეც. უკვე 2 медаლი მაქვს ტანვარჯიშის. ერთი პატარა, ერთი დიდი. მე წელია დავდივარ ტანვარჯიშზე. ვერ გეწელებს თან
ეს აკეთებ ხოლმე და მიყვარს. სექტემბერში სტუდიის გახსნას თიანეთის რაიონშიც გეგმავს. იქ დღეს ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ჟინვალში იყო. სანამ სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობის საზღვრებს გაუხსნიდა. მალე ტანვარჯიში თიანეთელი ახალგაზრდებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ ვახერხებთ ჯერჯერობით ყველა რაიონში თუ რეგიონში გავხსნათ, მაგრამ აუცილებლად შევეცდებით, რომ რაც მეტ ადგილებში გავხსნით, მით მეტი ბედნიერი ბავშვი იქნება.